ახლა მე ვისაუბრებ თანაბარ აჩქარებულ მოძრაობაზე, კერძოდ ეს არის მოძრაობა, როდესაც სხეულის სიჩქარე იცვლება თანაბრად, ან დროის ერთ და იგივე მომენტებში იცვლება ერთნაირად. აჩქარება არის ვექტორული სიდიდე და მისი მოდული არის სიჩქარის ცვლილება გაყოფილი დროზე, ანუ v რაღაც ტაიმ მომენტში გამოკლებული საწყისი სიჩქარე გაყოფილი დროზე. საიდანაც v რაღაც ტაიმ მომენტში გამოდის v0-ს დამატებული at. აი მაგალითად, სხეულის საწყისი სიჩქარე იყოს 2 მეტრწამი და აჩქარების მოდული იყოს 3 მეტრწამ კვადრატი. და ვიპოვოთ თქვა თუ რა იქნება დროის ნებისმიერ ტაიმ მომენტში სხეულის სიჩქარე. ეს იქნება v0-ს დამატებული at, ანუ იქნება 2-ს დამატებული 3t, რადგან v0 არის 2 მეტრწამი და აჩქარება არის 3 მეტრწამ კვადრატი. მაგალითად, 5 წამში რა იქნებოდა სიჩქარე? იქნებოდა 2-ს დამატებული 3 × 5, რაც გამოდის 17 მეტრწამი. რა იქნებოდა მაგალითად 10 წამში სიჩქარე? იქნებოდა 2-ს დამატებული 3 × 10 და გამოდის 32 მეტრწამი. მოდი ახლა ვიპოვოთ თუ რა იქნება გადაადგილება თანაბარ აჩქარებული მოძრაობისას და ნახეთ დავხაზოთ v-ს დამოკიდებულება ტეზე. თავდაპირველად ეს საწყისი სიჩქარე არის v0, დროის რაღაც ტაიმ მომენტში იქნება v0-ს დამატებული at, თქვა აჩქარება თუ დადებითია მოდული, ხო? ესე იგი სიჩქარე იზრდება. და ესე იგი აი ამ გრაფიკის, ხო, ამ გრაფიკის ქვემოთ არსებული ფართობი იქნება გადაადგილება. ეს არის ტრაპეცია, მართკუთხა ტრაპეცია, რომლის ფართობი იქნება შუა ხაზი გამრავლებული სიმაღლეზე და შესაბამისად შუა ხაზი გამოვა v0-ს დამატებული v0-ს + at, ანუ ფუძეების ჯამი რო გავყოთ 2-ზე, ეს იქნება შუა ხაზი და გამრავლდება სიმაღლეზე, რომელიც არის t. ანუ ეს იქნება 2 v0-ს დამატებული at გაყოფილი 2-ზე, გამრავლებული t-ზე, პირველი წევრი მოგვცემს v0t-ს და ეს at ნახევარი რო გამრავლდება t-ზე, იქნება at კვადრატ ნახევარი. ესე იგი გადაადგილებისთვის გვაქვს ჩვენ ესეთი მნიშვნელოვანი ფორმულა, რომელიც არის v0t-ს დამატებული at კვადრატ ნახევარი. ასევე ჩვენ გვაქვს მეორე ფორმულაც, საბოლოო სიჩქარის კვადრატს გამოკლებული საწყისი სიჩქარის კვადრატი გაყოფილი 2-ჯერ აჩქარებაზე. აი მაგალითად, თქო რა იქნებოდა ამ შემთხვევაში სხეულის სიჩქარე ერთ წამში. ეს არის v0 + at, ხო, ანუ v0 + a-ჯერ 1 და გამოვა 2-ს დამატებული 3-ჯერ 1, რაც გამოდის 5 მეტრწამი. რა იქნებოდა თუ დაიწყოს სხეულმა მოძრაობა თავდაპირველად 2 მეტრწამის სიჩქარით და ბოლოს აიყვანა 5 მეტრწამამდე, რა იქნებოდა გადაადგილების მოდული? ესე იგი აქ რა იქნებოდა v0t? იქნებოდა 2 გამრავლებული 1-ზე, 1 წამში არის საუბარი, პლუს აჩქარება გამრავლებული t კვადრატის ნახევარზე, ესე იგი 3 გამრავლებული 1-ის ნახევარზე და გამოდის 2-ს დამატებული 3/2, რაც არის 7/2 მეტრი. ანუ 7/2 3 მეტრს გაივიდა ეს სხეული. ან მეორე ფორმულით მაგალითად, საბოლოო სიჩქარის კვადრატს გამოკლებული საწყისი სიჩქარის კვადრატი გაყოფილი 2-ჯერ აჩქარებაზე. საბოლოო სიჩქარის კვადრატი იქნებოდა 5-ის კვადრატი, გამოკლებული საწყისი სიჩქარის კვადრატი იქნებოდა 2-ის კვადრატი, გაყოფილი 2-ჯერ აჩქარებაზე, ხო, 2-ჯერ 3-ზე. და გამოდის ესე იგი 25-ს გამოკლებული 4 გაყოფილი 6-ზე, რაც არის 21/6 და თუ ამას 3-ჯერ შევკვეცავთ, მივიღებთ ისევ იგივე პასუხს 7/2 მეტრს. ესე იგი რო შევაჯამოთ, თანაბარ აჩქარებული მოძრაობის დროს სხეულის სიჩქარე იზრდება თანაბრად, ან მცირდება თანაბრად. აჩქარება არის ვექტორული სიდიდე, რომლის მოდული გვეუბნება თუ როგორ იცვლება სხეულის სიჩქარე ერთ წამში. ანუ აჩქარება არის 3 მეტრწამ კვადრატი, ნიშნავს რომ თქვა x ღერძის დადებით მხარის რომ მიდიოდეს, დადებით მხარისკენ რომ მიდიოდეს სხეული, 3 მეტრწამი ემატება ყველა ერთ წამში. თავიდან თუ არის 2 მეტრწამი, ერთ წამში იქნება მე 5, მე 8, მე 11, 14 მეტრწამი, 17 მეტრწამი და ასე შემდეგ. გვაქვს გადაადგილებისთვის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულა, v0t-ს დამატებული at კვადრატ ნახევარი და v2-ის კვადრატს გამოკლებული v1-ის კვადრატი გაყოფილი 2-ჯერ აჩქარებაზე. და ორივე შემთხვევაში უნდა მივიღოთ ჩვენ ერთ და იგივე პასუხი. თქვა ამ მნიშვნელობისთვის ჩვენ მივიღეთ 7/2 მეტრი, ანუ 3/9 მეტრი.